მუჯირი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. საქართველოს არჩევანი ერთი კვირის წინ გააკეთა. პოლიტსაბჭომ კი ერთი კვირის შემდეგ პრეზიდენტის პოსტს გიორგი მარგველაშვილი იკავებს, მთავრობის მეთაურის სავარძელს ირაკლი ღარიბაშვილი. ახალი კონსტიტუციის თანახმად სწორედ ღარიბაშვილი იქნება ქვეყნის პირველი პირი. მის მიერ წარმოდგენილი სამთავრობო გუნდი და სამოქმედო პროგრამა კი ენდობით პარლამენტმა უნდა დაუჭიროს მხარი. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრი ეკაბესელია გვერდება მოამბის პირდაპირ ეთერში. საღამოშიდობის ქალბატონ ეკა, დიდი მადლობა, რომ ხართ მოამბის სტუმარი. მოდით პირველივე შეკითხვას დავსვამ, რატომ ირაკლი ღარიბაშვილი? რამდენად წარმატებული იყო ყველაზე ახალგაზრდა მინისტრი? საღამოშიდობის მოგესალმები თქვენს და მაყურებელს. მართლა ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, სრულიად ახალი ეტაპი იწყება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩვენ გვეყოლება ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი, მაგრამ გვეყოლება პრემიერ-მინისტრი, რომელსაც აქვს ყველა ის უნარი და თვისება, რომელიც კი აუცილებელი და საჭიროა იმისთვის, რომ ის გაუძღვეს მთავრობას, იყოს ძალიან კარგი მენეჯერი, ძალიან კარგი ხელმძღვანელი, პირველი პირი პრაქტიკულად ქვეყნის ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ და იმ ფართო უფლებამოსილებით აღჭურვილი, რომელსაც კონსტიტუცია ანიჭებს მომავალ პრემიერ-მინისტრს. რატომ ირაკლი ღარიბაშვილი? ბევრი რამის გამო და მართლა თუ ვინმე შემეძლო მე პირადად წარმომედგინა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გუნდის უმრავლესობისთვის იყო სწორედ ამგვარი განწყობა დღეს. ბიძინა ივანიშვილის შემდეგ მომავალი პრემიერის თანამდებობაზე ეს იყო ირაკლი ღარიბაშვილი. რატომ? იმიტომ რომ მან ურთულესი სამინისტრო ჩაიბარა, ეს იყო ყველაზე პოლიტიზირებული სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სადაც ყველაზე მეტად ირღვეოდა ადამიანის უფლებები და რომლის მიმართ ყველაზე მეტი პრეტენზიები არსებობდა წლების განმავლობაში. მოახერხა სასწაულებრივად მართლაც, რომ ერთი წლის განმავლობაში უმნიშვნელოვანესი რეფორმების განხორციელების შედეგად, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ადამიანის უფლებების დაცვა. ჩვენ ნახეთ სიუჟეტი, თუ რამდენად წარმატებული მინისტრი იყო, თუმცა თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ამ სამინისტროში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბევრი არაფერი შეცვლილა, კრიმინოგენული ვითარება ქვეყანაში არც ისე კარგად არის და გაუარესებულია და მთელ რიგ ხარვეზებზე ამახვილებენ ყურადღებას. თქვენ მათ უნდა გასცეთ პასუხი. მათი ჩვენი ოპონენტების განცხადებები იმდენად არასერიოზულია, მე არ მგონია, რომ საპასუხოდაც ღირდეს, თუნდაც ის, რომ ის ადამიანები, ვინც წლების განმავლობაში პოლიტიკური ინსტრუმენტად გადაქცეულ შინაგან საქმეთა სამინისტროს აძლიერებდნენ და ეხიდებოდნენ, იმ ადამიანებისგან რა კომენტარები უნდა გაკეთდეს, რა ვერ შეძლო? შეძლო ის, რომ პოლიტიკური სისტემიდან, პოლიტიკური ინსტრუმენტიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა გუნდმა გადააქცია სრულიად ნეიტრალურ და ადამიანის უფლებების დაცვის და საზოგადოების დაცვის მთავარ ინსტიტუტად და მოახერხა სწორედ ის, რომ უპრეცედენტო ამინისტიის ფონზე, რომელიც ჩვენ მივიღეთ პარლამენტში და რომლის შედეგად რამდენიმე ათასი ადამიანი გათავისუფლდა, კრიმინალმა იკლო და ეს არის ყველა სტატისტიკის მიხედვით და გაორმაგდა და გასამაგდა დანაშაულის გახსნის კოეფიციენტი. ასეთი მაჩვენებელი, ასეთი სტატისტიკა არ ქონია არც ერთ წელს წინა წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს და რაც მთავარია, ჩვენ ნახეთ როგორი არჩევნები ჩატარდა, სადაც პოლიცია არათუ არ ერეოდა, საერთოდ ვერ გრძნობდნენ ადამიანები პოლიციელების ყოფნას საარჩევნო პროცესში. ეს პირდაპირ უკავშირდება მომავალ პრემიერს? არჩევნების ასეთ გარემოში ჩატარება. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო სწორედ ესეც, რა თქმა უნდა, სხვა ფაქტორებთან ერთად. მე შემიძლია ძალიან ბევრი მაგალითი მოვიყვანო ირაკლი ღარიბაშვილის სასახასიათებლად. კომიტეტის ხელმძღვანელი და გაცილებით უფრო ბევრ ინფორმაციას ფლობთ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში რამდენად ირღვეოდა ან არ ირღვეოდა მოქალაქეების უფლებები და მოგმართავდნენ პირადად თქვენ საჩივრით? აი სწორედ ამიტომაც შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვა ძალოვანი უწყებები შემოდის სწორედ ჩვენი კომიტეტის საპარლამენტო კონტროლის ქვეშ და სწორედ იმიტომაც რომ მე ძალიან კარგად ვიცი რა ვითარებაა და როგორი მუშაობდა ამ ერთი წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრო, შემიძლია გითხრათ სრული პასუხისმგებლობით და გულწრფელობით. ეს არის პირველი შინაგან საქმეთა მინისტრი, რაც მე მახსოვს ჩემი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში, რომელსაც არათუ ვაქებ, შემიძლია ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით და გულახდილობით გითხრათ, რომ იქნება საუკეთესო პრემიერი
იმიტომ რომ მან როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა შეძლო მართლაც ურთულეს ეტაპზე ძალიან მოკლე დროში ეს სამინისტრო გარდაექმნა, სადაც ადამიანის უფლებების დარღვევა კი არ ხდებოდა, ძალიან სწრაფად ხდებოდა უკვე არსებულ დარღვევებზე რეაგირება. მე არ მახსოვს არასოდეს შინაგან საქმეთა მინისტრი აქციებზე მისულიყოს. გახსოვთ ორი ძალიან მწვავე პოლიტიკური პროცესი. აქციებთან დაკავშირებით მაინც საუბრობდნენ მომავალი პრემიერის უმოქმედობაზე იმ პერიოდში და დაშვებულ შეცდომებზე. მე ვგულისხმობ პრეზიდენტის მისვლა ბიბლიოთეკაში და აქცია, რომელიც დაარბიეს და ასევე 17 მაისი. მე პირიქით ვიტყოდი, რომ არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა და გახსოვთ თქვენ, რომ ვიყავი ყველა პოლიტიკური პროცესის მონაწილე 2007 წლიდან, რომ როდესაც აქციის მონაწილეებს არბევდნენ მისულიყო შინაგან საქმეთა მინისტრი და შემდეგ მომხდარიყო ძალიან სწრაფი რეაგირება. სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის მისვლამ განმუხტა იქ ვითარება, მათ შორის 17 მაისის მოვლენების დროსაც რომ არა მინისტრის და მისი გუნდის მართლაც და პოლიციელების თავდაუზოგავი მართლაც თავგანწირული ქმედება ჩვენ ვერ ავიცილებდით იქედან ადამიანების მსხვერპლს. და ასევე მინდა გითხრათ, როგორ რეაგირებას ახდენდა მინისტრი. 200-ზე მეტი ადამიანი იყო სხვადასხვა სახელით დაჟილი, სწორედ სხვადასხვა გადაცდომების დროს, ანუ ყველა კონკრეტულ დარღვევაზე, რომელიც კი ფიქსირდებოდა და მათ შორის აი შემთხვევები შემიძლია გავიხსენო. ძალიან სწრაფად ხდებოდა რეაგირება, მაშინვე იხსნებოდა კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედება და რამდენიმე პირი გიცით თქვენ რომ პასუხისგებაში მიეცა. თქვენ გახსოვთ ირაკლი რომელიმე ესეთი შემთხვევა წლების განმავლობაში ადამიანებს ხოცავდნენ მაშინ მერაბიშვილის პერიოდში სპეცრაზმელები და უსწორდებოდნენ სასტიკად და ერთი ადამიანი არ დაჟილა პირიქით მათ ახალისებდნენ ჩვენ ქონდა ესეთი პოლიცია რომელიც სკანდირებდა პრეზიდენტის სახელს და ამ სკანდირების ფონზე სნაიპერები ტყვიას ესროდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს. აი ამ პოლიციიდან შეძლო ირაკლი ღარიბაშვილმა გარდაექმნა ეს პოლიცია და მივიღეს სრულიად დეპოლიტიზირებული ნეიტრალური ინსტიტუტი, რომელიც დანაშაულის პრევენციაზე მუშაობს. ძალიან კარგი, თქვენ ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, ვინ ჩაიბარებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუ ის წარმატებული მინისტრი იყო, ასევე წარმატებულად გააგრძელოს მისმა შემცვლელმა უკვე საქმიანობა ამ სამინისტროში. ეს უკვე არის მომავალი პრემიერის ეს არის მომავალი პრემიერის კომპეტენცია, ის დაეთათბირება ბუნებრივია მთავრობის წევრებს და შესაბამისად უკვე მისი კომპეტენცია შეარჩიოს ვინ იქნება შინაგან საქმეთა მინისტრი და ჩვენ პარლამენტში უკვე წარმოგვიდგენს ახალი პრემიერი მთავრობის შემადგენლობას, რომელზედაც ვიმსჯელებ და მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც მომავალ პრემიერ-მინისტრს ექნება ძალიან დიდი მხარდაჭერა პარლამენტში და უმრავლესობის მხარდაჭერა, დარწმუნებული ვარ, რომ გუნდი, რომელსაც ის წარმოადგენს, ასევე ექნება მას ჩვენი დობის მანდატი. თქვენი საუბრიდან გამომდინარე, ეჭვი არ შემაქვს, რომ თქვენ ერთ-ერთი იყავით საბჭოს წევრი, რომელმაც მხარი დაუჭირეთ სწორედ მომავალი პრემიერის კანდიდატურას ირაკლი ღარიბაშვილს. თუმცა, მაინც უნდა გკითხოთ, ეს ხო პრემიერის მხრიდან ერთპიროვნული გადაწყვეტილება და მან გაგაცნოთ ეს კანდიდატურა თუ დიდი მსჯელობის შემდეგ ერთობლივად კოალიციაში შემავალმა პარტიის წარმომადგენლებმა მიიღეთ გადაწყვეტილება. ძალიან საინტერესოა ამ კითხვაზე პასუხი, რადგან ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ფორმალურად მიდის პოლიტიკიდან და ისტოვებს თავის პოლიტიკურ მემკვიდრეს, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობა, თუნდაც ის მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდშიც. ბიძინა ივანიშვილი არ არის ის ადამიანი, რომელიც კულუარულ პოლიტიკას აწარმოებს და ჩრდილიდან დაიწყებს ქვეყნის მართვას. ის არც თავის თავს აკადრებს და არც ქვეყანას და არც ხალხს ამგვარ მიდგომას, ამიტომ მსგავსი რამე საერთოდ გამოვრიცხავ. რაც შეეხება ირაკლის კანდიდატურას, რა თქმა უნდა, მე არ ვალავ, რომ ნამდვილად მინდოდა, რომ ყოფილიყო მისი კანდიდატურა დასახელებული და დღეს, როდესაც უმრავლესობასთან შეხვედრა იყო და დაიწყო ამ თემაზე საუბარი ბიძინა ივანიშვილმა, მას უმრავლესობის მხრიდან მოყვა აბსოლუტური ერთსულოვანი მხარდაჭერა. იკითხა ბიძინა ივანიშვილმა, ქონდა თუ არა ვინმეს რაიმე საწინააღმდეგო ან რაიმე მოსაზრება ან სხვა კანდიდატურა, საუბარი იყო ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურაზე, მაგრამ უმრავლესობის შიგნით იმდენად მართლაც ერთსულოვანი იყო დღეს განწყობა, რომ არავის არ ქონია საწინააღმდეგო მოსაზრება. ეს იმას ნიშნავს, რომ
ჩვენი პოზიცია და პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პოზიცია იყო თანხვედრილი და ყველა იყო დღეს ძალიან ბედნიერი, იმიტომ რომ ეს იყო ის რაღაც მართლაც სინერგია და თანხმობა, რომელსაც ჩვენ მივახციეთ სწორედ იმით, რომ შერჩეული იყო ვფიქრობ ყველაზე საუკეთესო კანდიდატურა პრემიერობის. და ჩვენი საუბრის ბოლოს რაც შეეხება ეკონომიკურ გამოცდილებას, მე არ ვიცი თქვენ ამდენად გაქვთ ინფორმაცია, იგივე ბატონი ირაკლის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით, თუმცა ამბობენ რომ სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგება ქვეყნის პირველი პირი სწორედ ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით და თითქოს მას არ აქვს ეს გამოცდილება. Პირიქით, მას აქვს ეს გამოცდილება დღეს პრემიერიც იხსენებდა, რომ მისი გაცნობა ირაკლი ღარიბაშვილთან მოხდა სწორედ იმ დროს და იმ სფეროში, რომელშიც ირაკლი საქმიანობდა და ეს იყო სწორედ ეკონომიკური სფერო. ამის შემდეგ წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ეკონომიკურ პროექტებს, ხელმძღვანელობდა ფონდ ქართულს და ძალიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხებში იყო ჩართული, როგორც ასევე გადაწყვეტის და დაგეგმვის პროცესში. ირაკლის აქვს სწორედ ამ კუთხით ძალიან კარგი გამოცდილება. ის ძალიან კარგი მენეჯერია, საოცრად პოზიტიურ გარემოს ქმნის მის ირგვლივ, ძალიან კარგად ახერხებს კომუნიკაციას. ის პრაქტიკულად იოლად და მართლაც საოცრად შინაგანი თვისებებით ალბათ ამას აღწევს, რომ ცხელი კერები სწრაფად ჩააქროს და იყოს კარგი მენეჯერი, კარგი კომუნიკაციის მატარებელი, სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილებები, მას ყველა ის თვისება აქვს, რომელიც ჭირდება მომავალ პრემიერს. მე უფრო მეცაც გეტყვით, ვიცნობ რა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციფიკას ჩემი პროფესიიდან გამომდინარე. ეს არის ყველაზე ურთულესი უბანი და ირაკლიმ რომ ამას ერთი წლის განმავლობაში ძალიან წარმატებით გაართვა თავს, მე გეტყვით იმას, რომ მას არ გაუჭირდება მართოს მთავრობა, იყოს ამ გუნდის მეთაური და მომავალი პრემიერი და კონდეს კარგი კომუნიკაცია აღმასრულებელ ორგანოს სახით საკანონმდებლო ორგანოსთან. ამაში დავრწმუნდებით ჩვენ ყველანი უკვე შემდეგ, როდესაც ინაუგურაცია დასრულდება, გაიკვევა იგივე მოხდება თუ არა ცვლილება მინისტრთა კაბინეტში, როგორ იქნება პრემიერის სამოქმედო გეგმა და ასე შემდეგ. ჩვენი საუბრის ბოლოს მე კიდევ ერთი შეკითხვა უნდა დავსვა, ოღონდ ეს არ ეხება პრემიერს, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული მიმართვა. საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა ის წერია, რომ პარლამენტს მოუწოდებს არ მიიღოს კანონი, რომელიც ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას აწესებს მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის. ეს არის დღის ერთ-ერთი ნიუსი და ბუნებრივია თქვენ კითხავთ ამაზე, რა ინფორმაციას ფლობთ და აპირებთ თუ არა რეაგირებას ამ განცხადებაზე. მე ძალიან ყურადღებით გავეცნობი ამ განცხადებას და შევხვდები იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ამ მიმართვის ავტორები არიან. მე არ ვიცი, რომელ პროექტზეა საუბარი, იმიტომ რომ ასეთი პროექტი ჩვენ კომიტეტში ჯერ განხილვის სახით არ დაგვიწყია ეს პროცესი და ამიტომ ვერ გეტყვით რას რომელ პროექტზეა საუბარი, როგორც ჩანს რაღაც მთავრობა შედის პარლამენტში, ნუ ამაზე ალბათ ახალი იდეა, ამიტომ ძალიან ყურადღებით გავეცნობი, შევხვდები ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და მოვისმენ ყველა არგუმენტს. ჩვენ გადაწყვეტილებას ვიღებთ არა მხოლოდ იმ ნიშნით, რომ შემოვიდა კანონ პროექტი და მას უპირობოდ ხარი უნდა დაუჭიროთ, ძალიან კარგად უგდებთ ყურს საზოგადოების ხმას და განსაკუთრებით უფლებადამცველებს. დიდი მადლობა ქალბატონო ეკა, რომ მიიღეთ მოამბეში მონაწილეობა. ეკა ბესელია, საპარლამენტო უმრავლესობის